ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდრის დაკარგულ სიცოცხლეს. დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ეს ფრაზა ახლა ყველაზე კარგად გამოხატავს მათ მდგომარეობას. მშობლების შვილების გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებენ, მაგრამ დრომაც სასარგებლოდ არ მუშაობს. დროსთან ერთად არც ივანიშვილის ხელისუფლება. ოცნების მთავრობა ამ დრომდე აიგნორებს მათ მოთხოვნებს. მშობლები ითხოვენ საჭირო მედიკამენტების შემოტანას, რომლებსაც ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გამოცდილებით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. მაგრამ წამალზე უარის გარდა ოცნების ხელისუფლება მშობლებს პროტესტის გამოხატვასაც უშლის. ოცნების პოლიცია მათ ამ დრომდე არ აძლევს საშუალებას, რომ აქციები გამართონ ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაციასთან. ამიტომ მშობლებმა ოცნების უმოქმედობასა და აკრძალვებთან საბრძოლველად განსხვავებული გზა გამონახეს. სოლოლაკში ივანიშვილის რეზიდენციასთან კვირაში ორჯერ ერთკაციან აქციებს გამართავენ, რაც კანონდარღვევად არ ჩაეთვლებათ, რადგან შეკრებას არ წარმოადგენს. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ 28 დღე აქ და დედები აქ ათენებენ, აღამებენ ცუდ ამინჩი და ცუდ პირობებში, არც ერთი ადამიანი არ გამოვიდა მთავრობის კანცელარიიდან, პარლამენტიდან, აქვეა საკანონმდებლო ორგანო და ერთი ადამიანიც არ მოვიდა, დედა მაინც ქალბატონი გამოსულიყო და თანაგზნობა გამოეხადა ქალბატონებისთვის, დედებისთვის, რომლებიც სახლში ტოვებენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს და აქ არიან. გამომდინარე იქედან, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არ გადადგა, დავიჯერებთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თხოვნის სახით მიმართოთ ბიძინა ივანიშვილს და რადგანაც აგვიგრძალეს და იქ აქციის ჩატარების უფლება არ მოგცეს, ჩვენ კანონს არ დავარგოთ, რა თქმა უნდა, აქამდე არ დაგვირღვევია. ერთი ადამიანი აქციამას არ დაერქმევა არანაირად, ერთი ადამიანი იქნება იქ და თხოვნის სახით დააფიქსირებს ჩვენს მოთხოვნას. ამის პარალელურად გრძელდება უწყვეტი პროტესტიც. ყოველდღიურად იმართება აქციები ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან. ყოველ კვირას კი რუსთაველის მეტროდან იმართება მსვლელობები კანცელარიამდე. ოცნების ჯანდაცვის სამინისტრო კი წამლების უსაფრთხოების მოტივით ისევ უარს ამბობს მათ ყიდვაზე. იმის მიუხედავად, რომ მედიკამენტებს საზღვარგარეთ ბევრი პაციენტი, მათ შორის ქართველი ბავშვებიც იღებს და ცხადად პოზიტიური შედეგიც აქვს. თუ არ ცხვენიათ საერთოდ როგორ ისვენებენ, როგორ ჭამენ ამ ძინავთ, როცა იციან რომ უკიდურეს მდგომარეობაში ყოფი მშობლები ბავშვები 28 დღე აქ გარეთ გავართ, დღე და ღამე აქ ვათენებთ და ერთი სიტყვაც კი არ გვაღირსეს ამ დროის განმავლობაში. თითქოს არც ვარსებობთ. ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან, ისინი აშავებენ ჩვენი შვილების წინაშე, ყოველ დღეს პარავენ, ამაზე უარესი რა უნდა გააკეთო ადამიანს, რომელსაც არ შეგიძლია შენი მოქალაქის პოზიცია გაიზიარო, მის ადგილას დადგე, თანაუგრძნო, საერთოდ რას წყვიტავენ ესენი, როგორ გადაწყვიტავენ ჩვენი ქვეყნის ბედს, ოდესაც ჩვენი შვილების სიცოცხლის ბედი ვერ გადაუწყვეტავთ. მათ შვილებს რო სჭირდეთ, ხო ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ, ჩვენც რა თქმა უნდა არ დავზოგავთ თავს. ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. მშობლების სასოწარკვეთილ მცდელობას შვილების გადასარჩენად ქართული ოცნება კვლავ ვიღაცის პიარის ნაწილად წარმოაჩენს. ოცნების სამართალდამცველი უწყებების კოორდინირების საკითხში სახელმწიფო მინისტრად დანიშნული მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ წამლები, რომლებსაც განვითარებულ ქვეყნებში უკვე იყენებენ, კვლავ ექსპერიმენტულია და შესაბამისად არც უსაფრთხო. ნებისმიერი მშობელი, ნებისმიერი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ჩემი აზრით ძალიან ცუდი რამეა. სათანადო მდგომარეობა ბავშვებმა და მშობლებმა ვერც საპატრიარქოსგან მიიღეს. მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მათ საპატრიარქოში ბავშვების დასალოცად შესვლაზე უარი უთხრეს, მშობლებმა სასულიერო პირებთან კომუნიკაცია რუსთაველის გამზირზე მოახერხეს. ისიც მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ოჯახის სიწმინდის დღის მარშში მონაწილეებს გზა გადაუკეტეს. მშობლებმა სასულიერო პირებს დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერ მარშში მონაწილეობისკენაც მოუწოდეს. ჩვენი ბავშვების გადარჩენაში საპატრიარქოსაც თხოვეთ, საპატრიარქო და მასუფირო დაგვეხმარებიან ჩვენი ბავშვების გადარჩენაში. დიდი მადლობა. ჩვენ ყველას გიგოცავთ ხევადებ დღეს, ჩვენ უერთდებით მცდელობას და გვინდა რომ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში დაგვეხმაროთ. ამ მარშის მონაწილეები დიუშენის მარშზე და აქციებზე არ გამოჩენილან. ბავშვების მხარდასაჭერად არც სხვა მოქალაქეები მისულან, რომლებიც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიწვრილ მსვლელობაში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, საზოგადოების ამ ნაწილზე ოცნების პროპაგანდა კარგად მუშაობს. არწმუნებს, რომ ბავშვებისთვის ყველაფერს აკეთებს, ან საერთოდაც თანაგრძნობის განცდას უქრობს. ამ მოქალაქეების პასუხები დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემაზე სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ბავშვების სიცოცხლე არის თუ არა ოჯახის რა თქმა უნდა კეთილდღეობასთან დაკავშირებული. რა აკლიათ ბავშვებს? დღეს საქართველოში ბავშვებს არაფერი აკლიათ? ჩემ ბავშვებს არ აკლიათ არაფერი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს დაეხმაროს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ განამარტო მაგათ ყველას. მაგრამ იმის ფონზე რომ მშობლებს პროტესტის უფლებას არ აძლევენ, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის პროპაგანდა. სახელმწიფო ყველანაირად ყველა ავადმყოფს უდგება გვერდს. აქ რაც კი შეუძლია მთავრობას, მე მგონი რომ უკან არიხებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს დაეხმაროს. ფასო დაფინანსებას რო ითხოვენ, ახლა ჩვენ ამერიკა არა ვართ. უწყვეტი პროტესტი კი უკვე 28 დღეა გრძელდება. მშობლები ღამეებს ათენებენ ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან, თანაც გაუსაძლის პირობებში, რადგან მათ გასათბობად ან კომფორტულად ჯდომისთვის საჭირო ინვენტარის მიტანის უფლებასაც არ აძლევენ. მშობლები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, რადგან თითოეული დღე მათი შვილებისთვის გადამწყვეტია. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად წამლის მოქმედების ეფექტი სულ უფრო მცირდება.